მოგესალმებით. ეს სიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და ჩვენ ძალიან მოგვენატრეთ. და თუ ეს მონატრება ორმხრივია, ძალიან გვიხარია ეს ფაქტი, რომ ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ სიგნების თაროს 22-ვე სეზონს. ნება-მიბოძე წარმოგიდგინოთ დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდები. ლოგოსი და ბრაზილია. სალამი მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად. ცოტა ხანი მოგიწიათ ლოდინი სანამ სეზონი დაიწყებოდა. ზოგს მეტი ხანი, ზოგს ნაკლები, მაგრამ თავარია რომ არ დანებდით, არ ჩამოყარეთ ყურები და ისე მზად ხართ რომ იბრძოლოთ ჩვენს სეზონში, რომელშიც რაღაცები შეიცვალა და ამასაც ვეთქვი მაყურებელსაც. როგორია თქვენი განწყობა? საბრძოლო. საბრძოლო. ბრძოლას გვპირდება ორივე გუნდი, მაშინ მე გეტყვით იმას, რომ ისინი ისევ და ისევ მიიღებენ თამაშის ბოლოს სიგნების თაროსგან საჩუქრებს, მაგრამ იბრძვიან მთავარი პრიზისთვის, რომელიც მხოლოდ გამარჯვებულს ერგება, სეზონის გამარჯვებულს, ფინალის გამარჯვებულს და ეს პრიზი კვლავინდებურად არის საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ეს სეზონი ნაწილობრივ ოლიმპიური პრინციპით წარიმართება, რადგან სანამ გადავალთ მეოთხედფინალებზე, მანამდე გვექნება ჯგუფური ეტაპი, 4 ქვეჯგუფი შეიქმნა, 4-4 გუნდისგან დაკომპლექტდა თითოეული და შესაბამისად თითოეულ გუნდს 3 თამაშის ჩატარება მოუწევს. შემდგომში კი ქვეჯგუფის მოწინავე 2 გუნდი გადავა მეოთხედფინალში და გავაგრძელებთ ტრადიციული ფორმატით, როგორც იყო ხოლმე სიგნების თარო. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მივალთ ფინალამდე და მერე გამოვავლენთ გამარჯვებულებს. მეგობრებო, მოიკრიბეთ ძალები, თამაშისთვის მოემზადეთ. სერიოზული მისია გაქვთ პაუზის შემდეგ სიგნების თაროს 22-ვე სეზონის გამხსნელი თამაში უნდა ითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ ისეთივე ემოციური იქნება, როგორც ჟღერს ეს ყველაფერი, ხო? მე გეტყვით იმასაც, რომ სიგნების თაროს სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ხომ ასე? დავიწყოთ თამაში სიგნების. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელიც ერთ-ერთ ხშირად ადაპტირებად ნაწარმოებში გვხდება. არსებობს მოსაზრება, რომ მისი სახელი წარმოდგება ტოსკანურ დიალექტზე ფიჭვის თესლის აღნიშნული სიტყვისგან. სხვა ვერსიით ის შეიძლება 2 სიტყვის ფიჭვისა და თვალის ნაზავი იყოს. ავტორის თავდაპირველ ჩანაფიქრში ტექსტის ბოლოს მელასა და კატასთან პინოქიო. და როგორ გაშიფრავთ ამ სიტყვას იტალიურად? ინო იქნება ფიჭვი და ქიო თვალი. ფიჭვია. კატა ბაზილიო და მელას. საღო. უფიო. თვალებიანი ფიჭვი რა უნდა იყოს თუ არა ხის ნაჭერი, რომელიც ადამიანის თვისებებს ატარებს. ეს არის პინოქიო, ეს სწორი პასუხია ნამდვილად და ხომარა უფრო ადრეობა და მელა ალისა და კატა ბაზილიო. მოკლედ გამოიცანით მეგობრებო, პირველი შეკითხვა ლენტი გადაჭერით 22-ვე სეზონში გილოცავთ 3-0 ხდება ანგარიში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ კიდევ არაერთი შანსი გვაქვს ქულების მოსაპოვებლად. აბა ნახოთ შემდეგი რაუნდი ვისკენ იქნება. ყურადღებით. მეორე რაუნდი. ციტატა. საუბარი თვითონ შეწყვიტა. დიახ. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში ალაპარაკდება ისევ? ფიქრობ რამდენიმე დღეში, მაგრამ თუ სენატორისგან უკეთეს შეთავაზებას მივიღებ, ახლავე შევუტევდი. კარგი აზრია, ნახევარი საათის წინ დასავლეთ ვირჯინიელი გოგო ამოვიცანით. მისი თითის ანაბეჭდები დაკარგული დეტროიტელისას დაემთხვა. დაიკარგა დეტროიტში 7 თებერვალს. ახლა მის სამეზობლოში შესაძლო თვითმხილველებს დავეძებთ. კვლელობებს შორის დრო მცირდება. არ მგონია ეს ვინმეს უკვირდეს. კეთრინ მარტინი უკვე 26 საათია ტყვეთყავს. თუ რამის გამხელას აპირებს, გვიჯობს ეს თქვენი შემდეგი გასაუბრებისას ქნას. ახლა ბალტიმორის განყოფილებაში ვარ.
და ავტოფურგონიდან გადმოქრთეს. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. თანამედროვე ის კეთილი მარტინი. ტყეთყავს. დეტროიტიდან. მარტინორი არ მახსოვს. არც მე აქ სადმინისტროს მე მეჭობა თამაში ნიმისი. იმიტომ რომ სენატორია შოშია. ხო, მაგრამ შენ იმას გაშვებული ყავს. 3 2 აი გაუდა. 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წავიკითხავ ორივე გუნდისთვის. 9 ადამიანის მკვლელს ხელზე პირი მიედოდა. ხო, კრავთად უმილი რა. კრავთად უმილი. 9 ადამიანის მკვლელი. ჰანიბალ ლექტერი. მანამდე ჰქონდათ ეს. ბალტიმორი ვერ გავიხსენეთ უბრალოდ და რამე ალტერნატიული ვერსიებიც არსებობს. მორგის ქუჩაზე ბალტიმორის მაგრამ სენატორმა გამორიცხა. გასაგებია. ხო, გასაგებია, მაგრამ რაღაცა ისეთები იყო ასე. ხო, კი. შეღაჯდებოდა. გავართულეთ. ეს არის კრავთად უმილი, ეს სწორი პასუხია თომას ჰარისის ბესტსელერი, ასევე ძალიან პოპულარული ეკრანიზაციით ცნობილი ენტონი ჰოპკინსის უკვდავი როლით ჰანიბალ ლექტერს, როდესაც ასრულებს ის და 4-0 ხდება შედეგად ანგარიში. ხო არ იყო ლოგოსის მაგიდასთანაც ეს ვერსია? ამის მიასეთში დავაგვიანეთ აჭერ. დააგვიანეთ. ხო, აი მოდი ეცადეთ შემდეგ 7 და კიდევ 6 რაუნდში უფრო სწრაფად ითამაშოთ. 7 და 6 თქვი და არა პირდაპირ. გავაგრძელოთ. მესამე რაუნდი. დოკუმენტური. გამოსაცნობი წიგნი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა. ავტორი ცნობილი ავსტრიელი ნევროლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ეს უკანასკნელი იმას გულისხმობს, რომ პიროვნების ცხოვრების ძირითადი мотиваცია მისი მნიშვნელობის, აზრის პოვნა. გამოსაცნობი ტექსტი ავტობიოგრაფიულია და მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მიღებულ მძიმე გამოცდილებას აღწერს. გარდა ამისა, განხილულია ის ეტაპები, რომელსაც ადამიანი ბანაკის არაადამიანურ პირობებთან შესაგვებლად გადის. შოკი, აპათია და დეპერსონალიზაცია. ავტორის დაკვირვებით მნიშვნელოვანია პატიმარმა იოტისოდენა იმედის ნაპერწკალი მაინც შეინარჩუნოს. იმისთვის, რომ სიცოცხლეზე უარი არ თქვა. უთხრა ცხოვრებას დიახ. როგორ? სიცოცხლეს დიახ. უთხრა სიცოცხლეს დიახ. ავტორი ვინ არის ეგა? დავავიწყდა. უცხა ეგ მაგას ვიხსენებ. მაგას ვიხსენებ. გულწრფელი პასუხია, მაგრამ წიგს ქვია? უთხრა სიცოცხლეს დიახ. უთხრათ ამ პასუხს დიახ, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. უთხრათ სიცოცხლეს დიახ, ამაზე იყო ირიბად ჩვენი ბოლოწინან დადებაც მინიშნება, რომ პატიმარმა არ დაკარგოს ყველანაირი რწმენა და იმედი და არ უთხრას უარი სიცოცხლეს, პირიქით უთხრა სიცოცხლეს დიახ. ამ წიგნის ავტორია ვიქტორ ფრანკლი, ძალიან ცნობილი მეცნიერი მე-20 საუკუნის და თქვენთვის კი 3 ქულის მომტანი, იმიტომ რომ მოასწარეთ ძირითად პირობაზე ამის გამოცნობა. 7-0 ხდება მეგობრებო ანგარიში, 3 რაუნდიდან 7 ქულა მიიღო ბრაზილიამ და ნახოთ შემდეგ რაუნდებში ლოგოსი რას იცავს. მეგობრებო, აბა თქვენ იცით. მე-4 რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ის, რაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში გვხდება. სიტყვის ეტიმოლოგიის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთის მიხედვით მის ფესვებს ლიეტუვასთან მივყავართ. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეს სიტყვა ძველ სლავურსა და თურქულში გავრცელებული ომპერის სახეცვლილი ვერსიაა. გამოსაცნობი არსებები ძირითადად სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპულ კულტურაში იყვნენ გავრცელებული. მათ წარმოშობაზე არსებული ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ვამპირები ალბათ. ვამპირი. ვამპირი. ომპერიდან გავს. გავს. ომპერი და ვამპირი. სლავური და რუმინეთში დრაკულა. სლავურ თურქული რატო? ცეპეში და მეჰმედი. დრაკულა. პროტოტიპი ვინც იყო რეალურად თურქებთან გაზეთში იყო იმის კარზე რა ოსმალეთის იმპერატორის და სულთნის და ბრძოლა იყო რა. ვინ იყო კაცი? ლაცეპეში. ცეპეში. და საცხოვრობდა ტრანსილვანიაში. და
და მე ვინ დაწერა დრაკულა? ბრემ სტოკერი. აბრაამ სტოკერი. და რა ქვია მთავარ გმირს? რაფი დრაკულა? არა. ვან ჰელსინგი. აბრაჰამ ვან ჰელსინგი. აი, რა ვკითხო კიდე. შემდეგ საუნი. რამეში რა და კულა ჩამოვაკ. ეს არის ვამპირი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. შემდგომში ჩვენი ლიტერატურული მინიშნება მიემართებოდა ენ რაისის რომანს ინტერვიუ ვამპირთან, მაგრამ აქამდე ვერ მივედით, იმიტომ რომ ლიტერატურაში ზოგადად ვამპირები ბევრ განხვდებიან ძალიან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ბრემ სტოკერთან და სხვა. საერთოდ ვამპირული რომანის ჟანრიც კი არსებობს, ქვეჟანრი, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში. ეს კიდევ სამი ქულაა ბრაზილიას ანგარიშზე და ახლა უნდა მაყურებელს გავაცნო სიახლე, რომელიც ჩვენ შოუში იქნება. ამ სეზონიდან კერძოდ ჩვენ თითოეულ თამაშში შემოგთავაზებთ 3 ვიდეო რგოლს, შემთხვევითი პრინციპით სხვადასხვა რაუნდების შემდეგ გაჟღერდება ეს ვიდეო რგოლები, 4 რაუნდის შემდეგ 9 რაუნდის შემდეგ და ზოგადი რაუნდების შემდეგ და ამ ვიდეო რგოლებში შევეცდებით დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ შეკითხვის პასუხის შესახებ. შეიძლება იყოს წიგნებზე, შეიძლება იყოს ისტორიაზე, შეიძლება იყოს სპორტზე და მოკლედ თავად ნახავთ და იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ეს ჩვენი ინფორმაციული ვიდეო რგოლები. მოდით ნახოთ ჩვენი თამაშის პირველი ვიდეო რგოლი. კრავთა დუმილი ამერიკელი მწერლის თომას ჰარისის საკულტო ფსიქოლოგიური თრილერია, რომელიც პირველად 1988 წელს გამოიცა. წიგნი ჰანიბალ ლექტერის სერიის ნაწილია და მკითხველს FBI-ის ახალბედა აგენტის, კლარის სტარლინგისა და გენიალური მანიპულატორი ფსიქოპატის ურთიერთობაზე უამბობს. ნაწარმოების მთავარი ღერძი დანაშაულის ფსიქოლოგია და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეების კვლევაა. წიგნის მიხედვით 1991 წელს გადაღებულმა ეკრანიზაციამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა და 5 ეგრეთ წოდებული მთავარი ოსკარი დაიმსახურა. ტექსტი დღემდე მიიჩნევა თანამედროვე თრილერის ჟანრის ეტალონად. დავბრუნდით მეგობრებო თამაშში, გავიგეთ დამატებითი ცნობები კრავთა დუმილის შესახებ და შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე თამაში, რომელშიც ჩვენი შემდეგი რაუნდი გახლავთ ვიდეო შეკითხვა და ჩვენი სტუმარი დაგისვამთ ამ შეკითხვას. მაშ ასე, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა. წიგნის შექმნის შთაგონებად იქცა ავტორის შეხვედრა კანადელ ხელოვანთან, რომელმაც მწერალი დახატა. რომანზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც გოეთეს ფაუსტმა, ისე შექსპირის პიესამ ქარიშხალი. აღსანიშნავია, რომ თხზულების თავდაპირველი ვარიანტი რედაქტორმა საგრძნობლად ამოიღო. აჭერს ბრაზილია. დორიან გრეის პორტრეტი წესით და რეგით. რატომ? შეამოკლა და კანადელს შეხვდა დახატა ალბათ და კიდე რაღაცა დამავიწყდა. ეგეც. შემოკლების გამო კი, მახსოვს რომ 500-ით 5000 სიტყვა მოაკლო მგონი. ხო, მაგრამ ეგის ეპოქაა, როცა რედაქტორები აი ჩეხავდნენ ხოლმე წარესად ნაწარმოებებს. ჰომოსექსუალიზმის გამოხნა მგონი. არ ვიცი, ამ შემთხვევაში თქვენი ვერსია რას დაეყნო? დორიან გრეის პორტრეტის სწორი პასუხია. ოსკარ უაილდის შეიძლება ვთქვათ, რომ მაგნუმ ოპუსი გამოიცნო ბრაზილიამ და 3 ქულა დაიმატა აქტივში. ნამდვილად ეს არის დორიან გრეის პორტრეტი. ყოჩახ მეგობრებო. რაღაცებს ჩაეჭიდეთ მინიშნებებს, ლოგიკას სწორად განავითარეთ. ჩვენ კი გრჩება 4 ძირითადი რაუნდი. ანგარიშია 13-0, მაგრამ 4 ძირითად რაუნდში ბევრი რამეა შესაძლებელი, როგორც მინიმუმ შემცირება მინიმუმამდე. მე მოგიწოდებთ, რომ უფრო მეტად გარისკოთ და უფრო მეტად გაბედოთ თამაში, მით უმეტეს ანგარიშიდან გამომდინარე. ჩემი რჩევა იქნებოდა ეგეთი. ნახოთ, მე-6 რაუნდი. ასოციაცია. მრისხანე, საბჭო, ქალაქი, გემი, არეულობა, თავგანწირვა. აი, გავუშვი. ჰაკი აცბა. ჰაკი აცბა. ხო. კი. გემი, საბჭო, უზმაკილგა და კრეისერი შმიდტი. ისხანე კაპიტანი ხანე თუ როგორც ეგეთი. მეგობრებო, გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ესე რისკიანად ითამაშოთ მთელი. შოგა ბონიტო. იმიტომ რომ გემი
არეულობა და თავგანწირვა ალბათ კლასიკური რომანის ყოველ მეორე წიგნში შეგვხვდება. კი, მაგრამ უბრალოდ ხამგაწირა თავი თუ პირიქით. მიერგან შეიძლება რომ იყოს გემზე არეულობა და ვიღაცამ თავი გაწიოს. და იყოს ქალაქიც იქვე და ვიღაცამ რისხანეც გაბრაზებული ამ ყველაფრის და გამო. კი. თქვენ გააწყვეტეთ რომ უპასუხოთ ჰაკი აწბა. ოკეი, შეიძლება. რაკი ჰაკი გადაწყვეტეთ რომ უპასუხოთ, ეს სწორი პასუხია მეგობრებო. ეს არის ჰაკი აწბა ნამდვილად ლეო ქიაჩელის. შემდეგ უნდა მეთქვა მძევლების როლა, ბოლშევიკები, ასე შემდეგ დამნაშავედ, კრეისერი რომელიც თქვენც აღნიშნეთ და ძუძუმტე იქნებოდა ბოლოტყვია ამ მინიშნებებში და მანდ უკვე მიხვდებოდით ნამდვილად. კეთილი. გავაგრძელოთ. თამაში მე დავინახე გულის წყვეტა ლოგოსის მაგიდასთან. დავაჭერეთ კი. მივხვდი, აუ, ისევ დაგასტრეს. მაგიტო ვამბობ, უფრო რისკიანად, უფრო რისკიანად. მეშვიდე რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც ვიქტორიანულ ხანაში მოღვაწე მწერალთა კლუბს განეკუთვნება. ძიმე ბავშვობა ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამა ციხეში სასჯელს იხდიდა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. არედაქტირებდა და წერდა სხვადასხვა გამოცემისთვის. აქტიურად უჭერდა მხარს ბავშვთა უფლებებზე. ჩარლზ დიკენსი კლუბი მინიშნება პიკვიკის კლუბის ჩანაწერებზე და მის ნაწარმოებებზეა კითხვა დაყრდნობილი ალბათ. ბავშვობაც რამაზე ხო არ არის მინიშნებული? ალბათ. ეგაც გითხარი. ჩარლზ დიკენსიო. აი რა. ბავშვთა უფლებებს უჭერდა მხარს? კი. ოლივერ ტვისტი, ნიკლბი, კი. კოპერფილდი. ვერ იქნება. კიდევ ჩაუმითვალეთ. პიკვიკის კლუბის ჩანაწერები. დამავიწყდა. ხო. ქრისტმას კეროლი. ხო, კეროლი. ეს არის ჩარლზ დიკენსი, აღარ ვაწვალებ ბრაზილიას, აღარ ვაწვალებ ლოგოს. ეს არის ჩარლზ დიკენსი, ეს სწორი პასუხია. რაღაც მომენტში გაუჩნდებათ ხოლმე ვერსია და მე ცოტა კი აქვთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, მაგრამ რისკი ხოლმე მაინც საბოლოო ჯამში და ჯერჯერობით ბრაზილიასთვის ამ რისკს ყოველ ჯერზე მოაქვს შედეგი. მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო ნათქვამია მეგობრებო და ყურადღებით იყავით. ნახოთ მერვე რაუნდი. ეკრანიზაცია. აჭერს ლოგოსი წიგნის ქურდი და წიგნის ქურდი ეს არის წიგნის ქურდი. პირველივე კადრიდან მოპოვებული სამი ქულა ლუკას გაახსენდა ეს კადრი როგორც ხვდები ხო? მარკუს ზუზაკის წიგნის ცნობილი ეკრანიზაციიდან და მიუხედავად იმისა რომ მაგ ეპოქაში თოვლი ბევრ ფილმშია ნაჩვენები ეს ძალიან სწორი რისკი იყო. აი ამას ვითხოვდი მეგობრებო, უფრო რისკიან თამაშს, უფრო თამამ თამაშს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამართლებს ასეთი რისკი. სამი ქულა ლოგოს და აპლოდისმენტები. გავაგრძელოთ. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მეცხრე რაუნდი, ნაწარმოები. გამოსაცნობი ნაწარმოები 21 საუკუნეში გამოიცა. სიმბოლურია რომ წიგნის გამოქვეყნების დღე ადგილობრივი ჟურნალის ოფისზე თავდასხმას დაემთხვა. რამაც რომანს კიდევ უფრო დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. ნაწარმოებზე კომენტარი ევროპელმა მაღალჩინოსნებმა პლატფორმა. კი. მე ის უფრო მომწონს. თუ რომ მე არ მეშლება წესტეგა. ეს ჩვენს მიერ ნახსენები თამაში კოკა, რომელსაც ამჯერად არ მოაქვს წყალი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას ლოგოსისთვის. ყურადღებით მეგობრებო, შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი არაერთგვაროვანი რეაქციების გამო ამ წიგნს აუცილებლად წაიკითხავდა. წერალს ბრალი ისლამოფობიაშიც დასდეს. თუმცა როგორც თავად ამბობდა, ეს რომანი არა პროვოკაცია, არამედ რეალობის სარკე იყო. წიგნის მთავარი თემა ევროპის პოლიტიკის გარდა მიგრაციაა. ბოლოს გეტყვით, რომ რომანის მოქმედება 2022 წელს იწყება და მასში
ერთი შეხედვით ქვეყნის განვითარების წარმოუდგენელი სცენარია აღწერილი. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ ამ კითხვაზე. სამი, 2, 1. არის გავს ლოგოსი 30 წამის განმავლობაში და დამატებით მინიშნებას ისევ თქვენთვის წავიკითხავ. გამოსაცნობი რომანი სკანდალურ ფრანგ მწერალს ეკუთვნის. წიგნში ძირითადი ხაზი პოლიტიკურ მოვლენებს მიუყვება. მაგალითად, აღწერილია საფრანგეთის არჩევნები, რომელშიც მუსლიმი კანდიდატი იმარჯვებს. 3, 2, 1 არ გაქვთ ვერსია, დასანანია ნამდვილად შანსი იყო ქულების აღების. ეს არის გაცალტვერება. არა, არ არის ეს გაცალტვერება. სახელს ვერ უხსენებ, ველბეკისა უეჭველად. არა. შარლი ებდოზე თავდასხმაზე. კი, კი. ამ წიგნს ქვია მორჩილება. მორჩილება, მაგას ვამბობ. მორჩილება ქვია მიშელ ველბეკის ამ წიგნს. მწერალს სწორად მივხვდით, ნაწარმოებს ვერ. და შესაბამისად პირველი კითხვა ამ თამაში და ამ სეზონში, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა ქულების მომტანი. ამ კითხვის შემდეგ კი კიდევ ერთი ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ და დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ მანამდე დასმულ რომელიღაცა შეკითხვის პასუხს. მოდით ვნახოთ ვიდეო რგოლი. ჩარლზ დიკენსი ვიქტორიანული ეპოქის უდიდესი ინგლისელი მწერალი, რომლის შემოქმედებამაც მსოფლიო ლიტერატურაზე წარუსჯელი კვალი დატოვა. ცნობილია ისეთი შედევრებით, როგორებიცაა ოლივერ ტვისტი, დევიდ კოპერფილდი, დიდი იმედები, ორი ქალაქის ამბავი და სხვა. დიკენსი ოსტატურად აღწერდა მე-19 საუკუნის ლონდონის სოციალურ პრობლემებს, სიღარიბეს და უსამართლობას. მწერლის უნიკალურმა სტილმა და პერსონაჟების სიღრმემ მას სიცოცხლეშივე მოუტანა საყოველთაო აღიარება. ბრუნდებით სტუდიაში, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოკლე ინფორმაცია ჩარლზ დიკენსის შესახებ და კიდევ მეტი შევიტყვეთ ამ მწერალზე. ახლა კი გადავდივართ ქართულ რაუნდებზე, ვითამაშებთ 3 რაუნდს, ისტორიას, გეოგრაფიას და კულტურას და მოემზადეთ მეგობრებო. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა. საუკუნის შუა წლებში იგი იყო სამოქალაქოს ერისთავი. ყვარყვარე მეორე ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი მერვემ მას ქუთაისი ჩამოართვა. თუმცა გამოსაცნობი ადამიანი აჯანყდა. 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე. იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე. კი. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას ლოგოსისთვის. 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში გიორგი დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. ყვარყვარე ჯაყელის მიერ გიორგი მერვეს დატყვევების შემდეგ გამოსაცნობი მონარქი ქართლში გადავიდა და თავი ქართლ იმერეთის მეფედ გამოაცხადა. მისი მეფობის პერიოდში საქართველოში უზუნ ჰასანის მეთაურობით ირანის ლაშქარი შემოიჭრა. მეფე ირანელებს დაუზავდა და ხარკი იკისრა. 1478 წელს ირანელებმა საქართველო დატოვეს. გამოსაცნობი მეფე კი ამავე წელს გარდაიცვალა. ლუარსა პირველი. ლუარსაბი არის თქვენი ვერსია. სამწუხაროდ არც ეს არის სწორი პასუხი, არა. ნუმერაცია აგერიათ კი. შეგეძლოთ გეთქვათ იმერეთის დაზუსტების გარეშე, იმიტომ რომ ქართლ იმერეთის მეფე იყო და საერთო გენეალოგიაში ეწერება ბაგრატ მე-6, ან შეგეძლოთ გეთქვათ იმერეთის მეფე ბაგრატ მე-2. იმერეთის მეფე ბაგრატ მე-2 იყო ეს ადამიანი, რომელიც შემდეგ ბაგრატ მე-6 გახდა სრულიად საქართველოს მასშტაბით. გავაგრძელოთ, კიდევ საინტერესო რაუნდები გვაქვს წინ. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდინარე ქვაბლიანის ნაპირას მდებარეობს.
ის ისტორიული სამცხის შემადგენლობაში შედიოდა. ამ მხარის მმართველები იყვნენ ხურციძეები. თუმცა შუა საუკუნეებში იმდროინდელი ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალთა რამდენიმე საუკუნოვანმა ბატონობამ თითქმის სრულიად გააქრო. ამ ადგილმა დაბის სტატუსი 1961 წელს მიიღო. 2014 წლის აღწერით ამ დაბაში 800-მდე ადამიანი სახლობს. ბოლოს გეტყვით, რომ ეს ობიექტი ამავე სახელის მქონე მუნიციპალიტეტის Adigeni. ადინგენი არის 800 ადამიანი ადინგენში. არ ვახსოვს, მაგრამ გინდა რომ იყოს. Adigeni მუნიციპალიტეტია, თან მდინარე ქობლიანიც ფანდარი. I don't know. ეს სწორი პასუხია, ეს არის ადინგენი, ნამდვილად დაბა ადინგენი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის შემადგენლობაში შედიოდა ყოველთვის. და კიდევ ორი ქულა ლოგოსის ანგარიშზე. გქონდათ ეს ვერსია? არა, მან ვიყავით ახლა. ამსახურებული ორი ქულა ლოგოს. მაშინ და ქართულ ეტაპზე კიდევ ერთი რაუნდი დაგვრჩა სათამაშო, მესამე ქართული რაუნდი. კულტურა. გამოიცანით ნამუშევარი, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც ფილმი პირველ მფრინავებზე. თუმცა სამუშაო პროცესში იდეა სრულად გადასხვაფერდა. მოსკოვში კინოსურათი შეაფასეს როგორც საბავშვო. აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარზე რეზო გაბრიაძე მიმუშავა და ფრაზები ამ კინოსურათში შერეკილები? შერეკილები? შერეკილები. უცხოშიძეა რეზო გაბრიაძის დაფუძნებული და ხო. საბავშვოა თქვენია. არ არის საბავშვო, მაგრამ ნუ შეიძლება იმათ შეიძლება ვერტიკალური და ხო, რაღაცა ის ხო. ძეცკია. კი. და თან კიდე ფრაზები უკვე უკვდავია. ხო. მაინც გაფრინდნენ, ეს სწორი პასუხია, ნამდვილად ეს არის შერეკილები. შერეკილები არის ეს ლეგენდარული კინოსურათი ელდარ შენგელაიასი და ორი ქულა ამჯერად ბრაზილიას. ამგვარად ქართული ეტაპი ამოიწურა ძვირფასო მეგობრებო და ზოგად რაუნდებზე გადავდივართ. როგორც იცით, ზოგად რაუნდებს ინდივიდუალურად თამაშობთ, ამიტომ მაგიდებთან დატოვეთ მოთამაშეები, რომლებიც ითამაშებენ ხელოვნების რაუნდს. გიორგი, ლუკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით ხელოვანი, რომელმაც პირველი მნიშვნელოვანი როლი რიდლი სკოტის ფილმში ითამაშა. რის შემდეგაც მისი კარიერული აღმასვლა დაიწყო. ჰაინრიხ ჰარერის როლისთვის ის კლდეზე ცოცვასა და რთულ ზედაპირზე სიარულში დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. დევიდ ფინჩერის 1999 წლის ფილმში სათამაშოდ კი რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა კრივსა და გრეპლინგში. ერთხელ ჰოლივუდში გაი რიჩის 2000 წლის ფილმში მის ირლანდიურ აქცენტზე თქვეს, თავად ბრიტანელებსაც კი უჭირთ გარკვევაო. 2019 წლის ნამუშევარში ის კასკადიორის როლს ასრულებს, რისთვისაც პირველი ოსკარიც მიიღო. სამი გიორგი. გვარი არ მახსოვს, ორ და მაკკოუ თუ რაღაც ეგეთი გვარი აქვს. მაკკოუ ხო არ. ვერ მიხსენებ ზუსტად, უბრალოდ რაღაც უნდა დავაფიქრო, ამიტომ მაკკოუ. მაკკოუ არის გვარი მე მგონი. ან მსგავსი რაღაც. ეს არ არის სწორი პასუხი, გიორგი, ეს არ არის სწორი პასუხი და ლუკას აქვს უფლება დააჭიროს და დააფიქსიროს თავისი ვერსია, მომენტალურად თუ დააჭერს? არა. არა და კითხვაში იყო დამატებით კიდე რაღაც მინიშნებები. ერთხელ ჰოლივუდში კასკადიორი ფინჩერთან, გაი რიჩთან. ეს ადამიანი არის ბრედ პიტი, მეგობრებო, ბრედ პიტი. მე მგონი ძალიან გართულეთ საკითხი, თორე შეგეძლოთ ახლა ბრედ პიტის გამოცნობა ეჭვი მაქვს. დაუთმეთ ადგილი მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს. თეგა, თეკლა, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა.
ასტრონომიის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როცა ბავშვობაში ჰეიდენის პლანეტარიუმი იხილა. ნილ დეგრას ტაისონი. რატო? მახსოვს რაღაც ინტერვიუში თქვა, რომ პლანეტარიუმში წამიყვანეს და მის მერე მიყვარს ასტროფიზიკა თუ რაღაც. ვინ არის ნილ დეგრას ტაისონი? ცნობილი მეცნიერების პოპულარიზატორი. და შენს გიყვარს როგორ ჩანს ასე ზებრა თუ ხდება ხანდახან ფიჩი. მისი ციტატები. კი. თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულარიზატორი, თავადაც შესანიშნავი მეცნიერი, ეს არის ნილ დეგრას ტაისონი. ნამდვილად ეს სწორი პასუხია. ნილ დეგრას ტაისონი გამოიცნო თეგამ და 2 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. შესაბამისად შეგიძლიათ ადგილი დაუთმოთ სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს. ლუკა, სალო. მესამე ზოგადი რაუნდი სპორტი. გამოიცანით სპორტული ორგანიზაცია, რომელიც მასიმო დაძელიოს ლიცეუმის მოსწავლეებმა დააარსეს. კლუბის აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაციის სათავეში ფიატის ვიცე-პრეზიდენტი მოვიდა. Ferrari. ხო, ოღონდ სკუდერია Ferrari ფორმულა 1-ში. ხო, საჯინიბო. ხო. ეს არ არის სწორი პასუხი, ლუკა. არა. ეს არ არის სწორი პასუხი ნამდვილად და სალოსთვის ვაგრძელებ შეკითხვის საკითხს. მიუხედავად ამ კლუბის უდიდესი წარმატებისა, აღსანიშნავია, რომ ერთი შემთხვევის გამო ის ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში დააქვეითეს. 2010-იან წლებში კლუბმა იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო და 2-ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთხელ ბარსელონასთან, მეორეჯერ კი მადრიდის რეალთან დამარცხდა. ეს კლუბი უნდა დაასახელო. 3 მილანი. მილანი. არც ეს არის სწორი პასუხი, არა. ეს არის ბებერი ქალბატონი, ანუ ეს კლუბი არის იუვენტუსი, რა თქმა უნდა, ტურინის იუვენტუსი. სპორტი აუქსტისა. ხო, ხო. უფრო მარტივად უნდა გეფიქრა ამ შემთხვევაში, შენ კარგი იყო რომ დაიჭირე ფიატის და Ferrari-ის სიახლოვე და საჯინიბო როა თან Ferrari, მაგრამ ამ შემთხვევაში იუვენტუსზე გქონდა საუბარი. კეთილი მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 28-ვე სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. ჩვენ კი გავაგრძელოთ. სანამ ბლიცზე გადავიდოდეთ, მოდით ნახოთ ჩვენი დასკვნითი მესამე ვიდეო რგოლი და რომელიღაც ზემოთ დასმული კითხვის შესახებ გავიგოთ დამატებითი ინფორმაცია. ბრედ პიტი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. საყოველთაო აღიარება ისეთი ფილმებით მოიპოვა, როგორებიცაა 7 და მებრძოლთა კლუბი. პიტი 2 ოსკარის მფლობელია და ცნობილია თავისი ქარიზმითა და მრავალფეროვანი როლებით. ის დღემდე აქტიურად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში და უამრავ წარმატებულ პროექტს უდგას სათავეში. ბრუნდებით შოუში და წინ გვაქვს ჩვენი შოუს დასკვნითი ეტაპი. ესეთი საკულტო ეტაპი მე ვიტყოდი. ბლიცი, რომელსაც ამჯერად ითამაშებენ თეგა და ლუკა. პირველი თეგასთან უნდა ვითამაშოთ. თეგა მზად ხარ ამისთვის? რა თქმა უნდა. რამდენი ხანია ბლიცი არ გითამაშია? 2 წელი. მეც არ წამიკითხავს 2 წელი ბლიცი, ამიტომ მოდი ვნახოთ როგორ გამოგვივა ეს ამბავი კოლაბორაციაში. დავიწყოთ ბლიცი თეგასთან. დავიწყოთ. სადაური მწერალია სტენდალი. ფაი. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა ბუკოვსკის ფოსტა? მეც. სწორია, რომელი წელის პერსონაჟია ემა ბოვარი? შემდეგი. ფლობერის ლევან ბერძენიშვილის წმინდა? ყვიადი. სწორია, რომელი წელის წიგნია აგვისტოს ნათელი? ფოგერი. სწორია, რა ქვია დრაკო მალფოის მამას? ლუცუსი. სწორია, რა გვარია საბრალონის ავტორი ვიქტორი? სწორია, რომელი ინსტრუმენტზე უკრავს შერლოკ ჰოლმსი? ვიოლინო. სწორია, ვეფხისტყაოსანში რა ქვია ავთანდილის საყვარელ ქალს? თეატრი. სწორია, რომელი ტაძრის დღეობაზე მოგვითხრა გურამჩეულმა? სწორია, ბაუმთა რა ქვია დოროთის ზაღლს? ტოტა. სწორია, რომელი წელის პიესაა კავკასიური ცარცის წრე? ვრათი. სწორია, რა ქვია ოდისევსის ვაჟს? ელევაკ. სწორია, ვისი პოემაა სადგეგრძელო? ორბელენ. სწორია, მარტითა რა ქვია ჯეიმი ლანსტერის მამას? ტაიმინი. სწორია, სადორი მწერალია უილიამ გიბსონი? კანდელი. სწორია, კომიქსების რომელი კომპანიის გმირია მწვანე ლამპარი? სწორია, რომელ თასთან გაჩერდა ნოეს კებანი? სწორია, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ჯონ სტეინბეკი? სწორია, რომელ მწერალმა გამოიგონა სიტყვა რობოტი? აჩაბეკი. სწორია, რა ქვია აბაც რომელსაც ფარია. სწორია, რიჩარდ მედსონის მე ვარ? ლეგენდა. სწორია, როგორია ლაკა ფილიპროტის წიგნის სათაურში? ადამიანი. სწორია, ნიკოს გაზანძაკისის ალექსი ზორბასის? ცხოვრება. სწორია, პიუზასთან რა ქვია ვიტო კორლეონეს ქალიშვილს? ყოლი. სწორია, დრო ამოიწურა. მე მგონი მეც და თეგაც ფორმაში ვართ, იმიტომ რომ თეგამ დააგროვა 24 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები. 24 სწორი პასუხი.
მე კი ვინაცვლებ ლუკასთან, რომელსაც ასევე მოუწევს ახლა ბლიცის თამაში. ლუკა, მზად ხარ? კი. შეიძლება ითქვას. კარგი. დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ერიხ მარია რემარკი. ფრანკი. გერმანელი, რომელ საუკუნეში გამოიცა კერუაკის გზაზე? 19. მეოცე, რომელი წელის პერსონაჟია ჯეი გეტსბი? ფიჯერალდის. სწორია, დათო ტურაშვილის ამერიკული? ზღაპარი. სწორია, რომელი წელის წიგნია დუბლინელები? შემდეგი. ჯოისის, რა ქვია ჰარი პოტერის მამას? ჯეიმსი. სწორია, რა გვარია ლამაზი მეგობრის ავტორი გიდე? მოსაპანი. მოპასანი, რა გვარია შერლოკ ჰოლმსის მეგობარი ექიმი? შემდეგი. ვოტსონი ვეფხისტყაოსნში რა ქვია ტარიელის საყვარელ ქალს? ნესტანდარეჯანი. სწორია, გამსახურდიასა რომელი ტაძარი ააშენა დიდოსტატმა? სვეტი ცხოველი. სწორია, კიპლინგთა რა ქვია მაუგლის მტერ ვეფხვს? შემდეგი. შერხანი, რომელი წელის პიესაა პიგმალიონი? შემდეგი. შოუს რა ქვია ოდისევსის ცოლს? შემდეგი. პენელოპე ვისი პოემა თორნიკე ერისთავი? შემდეგი. აკაკის მარტითა რა ქვია არია სტარკის მამას? რით. ნედი სადაური მწერალია რიჩარდ მორგანი? ბრიტანელი. სწორია, კომიქსების რომალი კომპანიის გმირი ადამიან ჭიანჭოლა? DC. მარველი. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ლუკამ დააგროვა 6 სწორი პასუხი. გავამხნევოთ ლუკა აპლოდისმენტებით. პირველად ითამაშა ბლიცი და შესაბამისი შედეგია და მოდით დაუბრუნდეთ მოთამაშეები სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. მაშასე მეგობრებო, ჩვენს 22 სეზონის პირველ თამაშში ანგარიშით 47-11 გაიმარჯვა გუნდმა ბრაზილია. აპლოდისმენტები ბრაზილიას. ყოჩახ, ჩვენიერი თამაში ჩაატარეთ, ჩვენიერი განაცხადი იყო სასეზონოდ ნამდვილად ეს თამაში, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ სეზონში კიდევ მინიმუმ 2 თამაშის ჩატარება მოგიწევთ, თუ ქვეჯგუფიდან გახვალთ ხომ კიდევ ერთის და კიდევ ერთის. ანუ მთლიანობაში საუკეთესო შემთხვევაში 6 თამაშს ჩაატარებთ, ამიტომ ყურადღებით იყავით და წარმატებებს გისურვებთ მომავალ თამაშში, რა თქმა უნდა. და ასევე აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ჩვენი დებიუტანტი გუნდი ლოგოსი. მეგობრებო, გული არ დაიწყვიტოთ, ეს იყო პირველი თამაში, აქედან მიიღეთ გამოცდილება, აქ ასე ვთქვათ, მოერგეთ აქაურობას, ადაპტაცია გაიარეთ და შემდეგი თამაშები, ქვეჯგუფის დარჩენილი 2 თამაში უკვე შეგიძლიათ სათქვენოდ შემოატრიალოთ და ისეთი ანგარიში დააფიქსიროთ, რომ ბედნიერები იყოთ ანგარიშითაც. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ლოგოს. მე კი ის გადამრჩენია, რომ დაგემშვიდობოთ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს წიგნების თაროს შემდეგ თამაშში, ამიტომ თქვენ დარჩით ჩვენთან და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან შენ ვერ მასწავლი ჭკუას მასწავლი